მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებო, წინვალე დღესასწაულების მადლი გვფარავდეს ქრისტეშობისა, ნათლისღებისა. ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულების შინაარსი, ყველასათვის არის კარგად ცნობილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიაზროთ აი ამ დღესასწაულების მნიშვნელობა ჩვენი ცხონების საკითხთან მიმართებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქრისტეს განკაცება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნათლისღების საიდუმლოს დაწესება ადამიანის ცხოვრებაში და რას კარგავს ადამიანი ზოგადად, რომ არა ქრისტეშობა, რომ არა ქრისტეს მადლთან თანაზიარება და რა მადლს იხვეჭს ის აი ამ მადლის ამ მადმოსილი საიდუმლოებების მიღებით. პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ადამიანის ცოდვის შედეგად მოხდა კაცობრიობის სულიერი დასნეულება, მთლიანად მოირღვა როიტყვიან ადამიანში მისი ღვთისადმი მსგავსება და ამან გამოიწვია უკიდურესი რღვევა მთლიანად კოსმოსის, ზოგადად კაცობრიობის და როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ადამიანშიო ყველამ შევწოდეთო და შესაბამისად ის სიკვდილი, რომელიც დაეუფლა მას ადამიანის ცოდვის შედეგად, პირველ ყოვლისა სულიერ სიკვდილი იგულისხმება აქ და შემდეგ უკვე 900 წლის შემდეგ უკვე ფიზიკური სიკვდილიც ყველა ადამიანის ხვედრი გახდა. ამან რა თქმა უნდა უამრავი ცოდვა მოიტანა სოფლად და ეს პოტენციური მიდრეკილებები ცოდვისაკენ ადამიანში ძალიან მყარად დევს. ეს არის ფაქტი, რომელიცაც ეწინააღმდეგებოდა გარკვეული წარმართულ სამყაროში გარკვეული ფილოსოფოსური მიმდინარეობები. შემდეგ ვხედავთ აი ამ სრულსწავლebების მოზავებას თვითონ ქრისტიანულ წიაღშიც, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თქვათ ორიგენე, რომელიც ამბობდა რომ ადამიანი საერთოდ არ დაზიანებულ არავითარი ცოდვით და პირიქით არანაირი ჯოჯოხეთით სასჯელიც ამის გამო არ არსებობს. იგივე მსგავსად საუბრობდა პელაგიც და მისი მიმდევრებიც, რომლებიც ვერაფერს ვერ ხედავდნენ ადამიანის ცოდვაში ისეც, რაც დაარღვევდა ადამიანის კაცობრიულ ბუნებას იმდენად, რომ მისთვის პოტენციურად ეს აღორძინების საშუალება არ იქნებოდა შესაძლებელი და აქედან გამომდინარე ცხადია, საერთოდ საკითხი ასე ისმება, რომ ქრისტეს განკაცებას რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიისათვის და რამდენად მართებულად აფასებდნენ ისინი ქრისტეს განკაცების შინაარსს. დავინახავთ რა, რომ ცოდვის შედეგად დამძიმებული საზოგადოება კიდევ უფრო და უფრო ეფლობოდა ამ ცოდვებში და ქრისტეს შობის მიჯნაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ფაქტობრივად პირუტყს მიემსგავსენ, როგორც ფსალმში წერია და ეს მართლაც ასე იყო, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ და მათი სიღორეს, ასე ვთქვათ, საზღვარი არ ჰქონდა, ამას ემატებოდა ის ფუფუნებაში ცხოვრება, სიმდიდრე და გაყინების პიკი, რომელიც სოდომიის ყველა სახეობების მოიცავდა, მათ შორის ამას რა თქმა უნდა თან უნდა დავაყოლოთ ის მონებისადმი არა ადამიანური მოპყრობა და ზოგადად გართობისადმი დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდათ იმ ეპოქის შვილებს. მოკლედ, მთლიანობაში ჯამში თუ ავიღებთ ყველაფერს, ხო, აი კაცობრიობა იმყოფებოდა უფსკულის პირას რა და მართლაც ბევრი ამბობდა იმ დორინდელი გამოჩენილი ფილოსოფოსების და მოაზროვნეების, რომ არა ღმერთის განკაცებაო კაცობრიობის საშველი არ ჩანსო. და მართლაც ის მესიის მოლოდინი, რომელიც ჰქონდა მართლებს ძველ აღთქმაში, აღსრულდა. ქრისტე იშვა, გილოცავთ ძმანო და დანო, ეს არის ხსნა კაცობრიობისა და რომ არა ქრისტეს შობა ჩვენ ვიცით, რომ თავად მამათმთავრებიც კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მათი
სულიერი მდგომარეობა მიუხედავად მათი ღვაწლისა და მათი მამამთავრული და წინასწარმეტყველური ნიჭებისა და რომელიც მათ გააჩნდათ, ყოველივე ამის მიუხედავად მათი ხვედრი იმის გამო, რომ ისინი ადამის ცოდვის მემკვიდრეები იყვნენ, სწორედ აი ამ ერთადერთი თუნდაც ცოდვის გამო ისინი ვერ იმკვიდრებდნენ სასუფეველს. ამიტომ ყველა მართალი ვიდრე ქრისტეს შობამდე, ყველა მესიის მოლოდინში იყო და ყველამ მოიპოვა სასუფეველი სწორედ ქრისტეს ჯვარცმით, ჯოჯოხეთში შთასვლით და იქიდან მართლების აღმოყვანებით. ამითი გაიხსნა გზა სასუფეველისაკენ და ქრისტემ ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა კიდე სხვა დიდი მნიშვნელოვანი საიდუმლოები მოგვცა. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკლესია დაარსდა დედამიწაზე და სულთმოფენობის მადლმა მოიცვა მთელი სამყარო, მოციქულების ღვაწლით შეძლეს მოციქულებმა მთელი სამყაროს ფაქტობრივად მომოწაფეობა და ეს იყო ის სულიწმინდის ნიჭი, რომელიც დედამიწაზე სწორედ ქრისტემ მოიტანა და ქრისტემ მოიტანა არა მხოლოდ საკუთარი ნიჭი და მადლი, არამედ წმინდა სამებისა. ამიტომაც, როცა ჩვენ ვინათლებით ქრისტეს ეკლესიაში, ხომ? ჩვენ ქრისტეს ნათელთან ერთად წმინდა სამების სახელით ვიღებთ აი ამ მადლს. აქედან გამომდინარე, თვითონ მადლის მომბოძველი არის სწორედ მთლიანად წმინდა სამება და ეს არის ის უდიდესი წყალობა და ნუგეში, რომელიც დედამიწაზე კაცობრიობას მოევლინა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, მამდადანო, რომ ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვაქვს ეს უდიდესი საგანძური, რასაც ქვია მართლმადიდებელი ეკლესია. ამ საგანძურით ჩვენ ვახერხებთ ცხონების მოპოვებას. ნახეთ, როგორ დგას საკითხი თუ ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება იყო კეთილი თავისი ზახვებით, ჰქონდა რაღაც გარკვეული სიკეთეები, მაგრამ მას, როგორც პირველქმნილი ცოდვით დაზიანებულ არსებას, არ შეეძლო თავისთავად ცხონების მოპოვება. ანუ ეს ღვაწლი, როგორც ასეთი, არ იყო დამახასიათებელი, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი ცხონებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი გააზრებისთვის, იმიტომ რომ თუ ადამიანი ფიქრობს, რომ შეუძლია ქრისტეს გარეშეც მოიპოვოს სიკეთე, თუ შეუძლია მას ქრისტეს გარეშეც კონდეს ლოცვაც, ჭეშმარიტებაც, მაშინ იბადება ესეთი კითხვა, რატომ განკაცდა ქრისტე, რატომ მოვიდა ამ ქვეყნად, თუ ისედაც ყველაფერი შესაძლებელი იყო. მაგრამ საქმეც სწორედ იმაში გახლავთ, მანდადანო, რომ არა ქრისტეს განკაცება და მისი დედა ეკლესიის დაარსება, ნათლისღების საიდუმლოს და სხვა საიდუმლოებების დედამიწაზე დადგენა ღვთის მიერ, ხომ? ადამიანის ცხონება ხდებოდა შეუძლებელი. აი ამაშია მთელი არსი ჭეშმარიტებისა და როცა დღეს თანამედროვე საზოგადოება მეტად ჰუმანისტურად მოაზროვნე ფიქრობს, რომ აი იქაც არის კეთილი ადამიანები, აქაც არის კეთილი ადამიანები, ყველა ლოცულობს, ყველა გარკვეულწილად ასე თუ ისე ეთაყვანება ღმერთს თუ ღვთაებას, ხომ? ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ერთადერთი. ეს არის, რომ ქრისტემ ბრძანა, რომ მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ამავე დროს მაცხოვარმა ბრძანა, რომ ერთი არის ნათლისღება, ერთი არის უფალი იესო ქრისტე. ანუ სხვა ღმერთი დედამიწის ზურგზე არავინ არ ყოფილა გარდა განკაცებული ქრისტესი, რომელიც მოვიდა ამ ქვეყნად ღმერთის სრული, მოვიდა როგორც ამავე დროს კაცი სრული. ნახეთ, რა დიდი საიდუმლოა და ამისი გააზრება გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ვიყოთ ეკლესიის ერთგული
შვილები, იმიტომ რომ სხვა გზა და სხვა ხსნა კაცობრიობისთვის ღმერთს არ შემოუთავაზებია. აქ ემატება ისიც, რომ თქვათ ქრისტიანული კონფესიებია, ხო, კიდე სხვადასხვა და ისინიც ასე თუ ისე ქრისტეს ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში თუ დავაკვირდებით ჩვენ და მათ დოგმატურ ცდომილებებს კარგად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ თვითონ ქრისტეს თაყვანისცემა, როგორც ასეთი, ხდება დამახინჯებულად. ანუ ისინი ცემენ ისეთ ქრისტეს თაყვანს, ისეთი სწავლება აქვთ, რომელსაც არ შეუძლია გამოხსნა. ანუ ამახინჯებენ მაგალითად სამხრივად განიხილავენ, თქვათ, ან ღვთაებრივ ბუნებას ქრისტესი, ან კაცობრიws, ან ორივეს ერთად, ან სამპიროვანი ღმერთის სწავლებას და დოგმატს ამახინჯებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ეს ერეტიკული სწავლება, რომელსაც პრეტენზია გააჩნია ქრისტიანობაზე, ყველას აქვს ეს დოგმატური ცდომილებები. აქედან გამომდინარე ის ქრისტე, რომელიც იქადაგა მოციქულებმა, შემდეგ დაადასტურა ეს სწავლებები მსოფლიო კრებებმა, ხომ? და განსაკუთრებულად აღნიშნოთ ქალკედონის კრება, სადაც ეს მისი ბუნება, ღვთაებრივი და კაცობრი위, ასე არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბეს 4 პუნქტად ჩვენმა წმინდა მამებმა, ესეთი რამე შეუძლებელია კონდეს სხვა კონფესიას. შეუძლებელია ქრისტე ყავდეს სხვა რელიგიებს, იმიტომ რომ მათთვის ქრისტე მაგალითად ისლამისთვის წინასწარმეტყველია, ხოლო იმის იქეთ წარმართული სამყაროსთვის საერთოდ არაფერს ისეც არ წარმოადგენს, რიგითი ღვთაება, მორიგი კერპია მაგათვის, რომელიც აი ამ თავის წარმართულ პანთეონში ყველას უპოვნიან ისინი ადგილს და აი ესეთი ადგილი მოუპოვეს ქრისტეს თვითონ ქრისტიანულ წიაღშიც კი, რასაც ეკუმენიზმი და პანეკუმენიზმი ქვია. და რას გულისხმობს ეს? იმას, რომ ქრისტეს ჭეშმარიტება გაათანასწორეს იმ წარმართულ ერეტიკულ სწავლებებთან, რომლებიც შემოგვესია ჩვენ ყველა მხრიდან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ჭეშმარიტების ქონაზე და აქედან გამომდინარე მათი ეს რელიგიური შეხედულებები თავსმოხვეული წარმოდგენილია ისე, რომ თითქოს ყველა რელიგია რაღაცნაირად თავის ნაწილობრივ მადლის მაღიარებელია და ნაწილობრივად ყველა შეუძლია ცხონების მოპოვება, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიაც სწორედ ამ კატეგორიაში განეხილება, ხოლო სისავსისთვის, ანუ რომ მიიღოს ამ რელიგიამ სისავსე და ბოლოს და ბოლოს მოიღოს ბოლო, ასე ვთქვათ, აი ამ გახლეჩასო, ხომ? ისინი ამბობენ, რომ ყველა რელიგია ერთი მწვერვალისკენ უნდა წავიდეს და იქ უნდა გაერთიანდეს. ეს არის ის პიკი ერესისა, რომელსაც ეკუმენიზმი ქვია, პანეკუმენიზმი, ეხლა გამიჩნდა კიდე ახალი ტერმინი პერენიალიზმს უწოდებენ მას და ეს ყველაფერი რისი ნიშანია ძმაუნდადან, რომ საზოგადოებას უჭირს ჭეშმარიტებაში დგომა. საზოგადოებისთვის მიუღებელია ქრისტეს შობა. საერთოდ ქრისტეს სწავლებაც კი მიუღებელია. ჩვენ დავინახეთ უამრავი განცხადება სექტანტური, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, სადაც ეგრეთ წოდებული დედა თუ მამა რუსუდანი პირდაპირ ქრისტეს განეკითხავს იმის გამო, რომ ის თურმე შაბათს კურნავდა და შეეძლო სხვა დღეებში განეკურნა ადამიანი და ამას თითქოს ებრაელების ჯინაზე და პროვოკაციულად აკეთებდა. ესეთი მსგავსი სექტანტური მკრეხელობები ძალიან ბევრია ჩვენს ირგვლივ, ამას საზოგადოება ითმენს. ითმენს კათოლიციზმის უღმერთობას, როცა პაპი დააყენეს ქრისტეს ნაცვლად და უცდომელ კრიტერიუმებით შეამკვეს ის. ითმენს მონოფიზიტობას, სადაც ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრი위 ბუნება ისეა გაერთიანებული, რომ დაჩრდილულია მთლიანად კაცება ქრისტესი. ითმენს ნესტორიანელობას, ითმენს ყველა იმ ერეტიკულ პროტესტანტულ სექტანტულ მიდგომებს, რომლებიც დღეს
ყველა ქრისტიანობის პრეტენზიას აცხადებს. ასე რომ ჩვენ მადლობა შევწიროთ ღმერთს ამისათვის, რომ დავიბადეთ და გავჩნდით სწორედ აი ამ მადლოსილ ეკლესიაში, ჩვენ ეს ნათლისღების საიდუმლოთი ყველა საშუალება მოგვეცა ცხონებისათვის. აბატონო სულიერი ასპარეზიო, როგორც იტყვიან, პირველქმნილი ცოდვისაგანაც თავისუფლება მოძებულია, ადამიანი ინათლება თუ არა, ის თავისუფლდება პირველქმნილი ცოდვებისაგან, ამავე დროს მირონცხების ძალითა და მადლით ეძლევა ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ იღვაწოს და განავითაროს და გაამრავლოს ის ნიჭი, ტალანტი, რომელიც უბოძა მას ღმერთმა და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, აი ამ ნათლისღების საიდუმლოთი გაძლიერებული, შემდეგ უკვე აი ამ სულიერ ასპარეზზე მას ღვთის მადლით ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. უпростоრად თვითონ მადლი აკეთებს ამას და ეს არის სწორედ პავლე მოციქულის, ასე ვთქვათ, სწავლების არსი, რომ უკვე არა მე ვცხოვრობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში. აი ეს არის ის მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ეს არის ჩვენი სიყვარულით შეგონება, რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც არ იცის ამის შესახებ და აქვს ნაკლები ცოდნა ქრისტეს განკაცების მნიშვნელობისა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის გადაგება, რომელიც რაღაც განსაკუთრებულად იყოს გამორჩეული რაღაცნაირით შემეცნებითი თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მარტივი ბანა ქრისტიანობისა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ამიტომ აქედან დავიწყეთ ჩვენ მარტივად ამ საკითხის განმარტება, იმიტომ რომ ქრისტესშობის არსის გააზრებით ადამიანი მოიპოვებს ყველაფერს და ვისაც არ გააჩნია ეს ქრისტესშობის არსის და შემდეგ უკვე ამ საიდუმლოებებში თანამონაწილეობის მიღების, ესე იგი, არსი არ აქვს კარგად გათავისებული, ის ვერ ხდება კარგი ქრისტიანი, შესაბამისად, მისი სულიერი ცხოვრებაც უკვე მოიკოჭლებს და მოკოჭლებულ მდგომარეობაში ყოფნა კიდე გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მუდმივად თუ არ მუშაობს საკუთარ თავთან, ადამიანი, რომელიც არ ეძებს ღმერთს, არ ეძებს ღვთის მადლს და განხრთობა მისთვის არ არის მთავარი არსი, მაშინ როგორც თავშივე აღვნიშნეთ, როგორც ძველი ადამიანი, ანუ ძველი ადამიანში ჩვენ ამ შემთხვევაში გულისხმობთ ცოდვით დაზიანებულ, პირველქმნილი ცოდვით, პირველ ყოვლისა და ზოგადად ცოდვით დაზიანებულ ადამიანის კატეგორიაში მოექცევა, ხოლო ახალი განახლებული ქრისტეში, ახალ ადამიანში განახლებული ადამიანი პირიქით მადლში ზეიმობს, მადლში უხარია მას ყოფნა, მან უკვე კარგად გაიაზრა რა არის ქრისტესთან ყოფნა, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ცხოვრებისათვის, უკვე აქ დედამიწაზე იწყება, ასე ვთქვათ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, ვისთვისაც ქრისტე არის ყველაფერი, მისთვის სამოთხე აქვე იწყება და ის გვირგვინდება აუცილებლად ცხონებით და ასეთ ადამიანებს პავლე მოციქულმა წინა განსაზღვრულები უწოდა, ანუ ღმერთმა იცის ყველა ის, ვისაც სურს ქრისტეში ყოფნა და ის ადამიანები არავინ არ იკარგება ღვთის წინაშე, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ეს უნდა გვახსოვდეს კარგად და არ უნდა ვიფიქროთ, რომ აი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა რო არ იცის ჭეშმარიტების შესახებ. როგორც კი ეს სურვილი ჩდება მათ გონებებში, იქვე ჩდება ქრისტეც, იმიტომ რომ ღმერთი არის გულთა მხილველი და ისე მოაწყობს იმ ყოველივეს, რომ ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ დარჩება ეკლესიის მიღმა. ასე რომ მადლობა შევწიროთ უფალს აი ამ დიდი წყალობისათვის, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და დაე ის გზა, რომელიც ვიწროა, მცირე სამწყსო უწოდა ქრისტემ, ხო, ეს გზა ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვნებელი, ღირსეული მოთმინების შედეგად, რა თქმა უნდა, თავარი აქ ის არის, რომ მოვითმინოთ ყოველი სისუსტე, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ, ღმერთს შევავედროთ და ჩვენი ჯვარი გავხადოთ ქრისტეს ჯვარად და
აქედან გამომდინარე, ვისთვისაც ქრისტეს ჯვარცმულის შინაარსი არის უკვე გასაგები ხომ, ვისთვისაც ქრისტეს ჯვარცმას აქვს ესეთი გამოსყიდვითი მთავარი მნიშვნელობა, მისთვის რა თქმა უნდა აღდგომაც მოვა აუცილებლად სიხარულისა. ღმერთმა დავლოცოს, შეგვეწყალოს და მრავალს დაგვასწროს. ამინ.